მთავრობამ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ეაჯამა ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გამართულ კონფერენციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. ხელისუფლება კმაყოფილია დღეს ცნობილი გახდა, რომ იგეგმება პროგრამის გაფართოება და მალე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მედიკამენტებსაც დააფინანსებს. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო და ყველაზე მეტად ეს ჯანდაცვის სფეროში იგრძნობოდა. საყოველთაო ჯანდაცვის ერთი წლის შედეგების წარდგენისას პროგრამის მთავარ მიღწევად სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა დასახელდა. პრემიერმა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარება გაიხსენა. ჯანდაცვის მინისტრმა კი დღეს დაადასტურა, რომ შესაძლოა პროგრამა გაფართოვდეს და მის ფარგლებში მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტით შევიდეს. არის რამოდენიმე სახელმწიფო პროგრამა, მაგალითად დიაბეტის მართვის, მაგალითად ინფექციური დაავადებების მართვის, სადაც ასევე არის მედიკამენტების კომპონენტი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კომპონენტები უნდა გავაფართოვოთ პრიორიტეტების მიხედვით, ანუ არსებული პროგრამა კიდევ უფრო გავსახოთ. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი მოიცვა. მაგრამ ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით, მეგობრებო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუდმივად სურვილმა იმისაც, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავი დაუცველად აღარასოდეს აღარ ისწრონ ჩვენს პლანებში. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ახალი კლინიკების აშენება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო არსებული კლინიკების მიახლოვება თანამედროვე სტანდარტებთან. ირაკლი ღარიბაშვილის პასუხად საპარლამენტო უმცირესობაში ჯანდაცვის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობენ. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელსაც უჭირთ და თვითონ არ შეუძლიათ დახარჯონ საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები. ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ თვითონ აანაზღაუროს საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები, სახელმწიფო ფულს არ უნდა უხდიდეს. თვითონ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ხარჯოს ყველაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე გადაუდებელი და გეგმიური 383,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათთვის სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. სამედიცინო პერსონალი კი სახელმწიფო პროგრამებიდან კერძო სადაზღვეო კომპანიების გასვლას მიესალმება. ფული, რომელსაც ბიუჯეტი გამოყოფს, ის არ უნდა მესამე პირიდან არ უნდა შედიოდეს საავადმყოფოებში, ავადმყოფთან, საავადმყოფოს ექიმების ხელფასებს და ასე შემდეგ. ეხლა არის პირდაპირი კავშირი ჩვენს და მთავრობას შორის, ჯანდაცვას შორის და ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობები გვაქვს. გადაუდებელი ის არის თანადაფინანსება მთავრობისა, ისიც ძალიან კარგი ის არის პროექტია, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ კომიტეტი ახლა ყველაფერი ძვირად ღირებულია და ეს მთავრობა რომ ხმარება, ესე ძალიან დიდი შეღავათია ოჯახებისათვის. ეს რო არ ყოფილიყო ეს დაფინანსება, ნამდვილად ვერ მოხდებოდა. ოჯახური და ფინანსური და ეკონომიკური სადავაკო შესაძლებლობა. სამედიცინო პერსონალი პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის შეტანის ინიციატივას დადებითად აფასებს. თუმცა ექიმები აღნიშნავენ, რომ მთავრობას წამლების დაფინანსება ყველა ბენეფიციარისთვის გაუჭირდება. მე არ ვიცი, ახლა მე მგონი ქიმიოთერაპიის პრეპარატებს არ აფინანსებენ, ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატები. ეს თუ დაფინანსდება, ეს არის რაღაც უაღრესად დიდი შეღავათი. ღირებული წამლების დაფინანსებაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ნამდვილად, მაგრამ ის ბანალური წამლები, რომელიც აწნევის სამკურნალო, ან თავის ტკივილის, ან რაღაც ამაში სახელმწიფო ფული არ უნდა იხარჯებოდეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2,300,000 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.